სალამი, რა კარგია რომ პირველ გაკვეთილზე მოსმენილმა ინფორმაციამ და გაინტერესა და აგრძელებ ვიდეოების სერიას. დღეს ვისაუბრეთ იმ თევზებზე, რომლებიც საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშეა. შეიძლება იფიქრო, რამდენი თევზია, ერთი თუ გაქრება რას ცვლის, მაგრამ სინამდვილეში ერთი სახეობის გაქრობა ხშირად იწვევს მთელი ეკოსისტემის რღვევას. საქართველოში დაახლოებით 160 სახეობის თევზი ბინადრობს. ამათგან რამდენიმე ათეული სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. ეს ნიშნავს, რომ ისინი გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე დგანან. მოდი გავიცნოთ 4 მათგანი. ქართული ქაშაპი, კავკასიური რეგიონისთვის დამახასიათებელი სახეობა. ის მდინარეებში ბინადრობს და ძალიან გრძნობიარია გარემოს ცვლილებების მიმართ. თეთრი ზანდარი, მტკვრისა და მისი შენაკადების მკვიდრი. მასზე ხშირად ხდება უკანონო თევზჭერა. შავი ზღვის ორაგული, უნიკალური და იშვიათი თევზი, რომელიც მხოლოდ შავი ზღვის აუზში გვხვდება. თევზი გელაკი ენდემური სახეობაა, რაც ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ საქართველოში ბინადრობს. მისი გაქრობა ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაკარგვას ნიშნავს. რატომ უნდა დავიცვათ ეს სახეობები? მხოლოდ მათი სილამაზის გამო? არა. ისინი ინარჩუნებენ ბალანსს წყლის ბინადრებს შორის, ფილტრავენ წყალს და აუმჯობესებენ მის ხარისხს. არიან საკვების წყარო როგორც ადამიანებისთვის, ისე სხვა ცოცხალი ორგანიზმისთვის. როდესაც ვკარგავთ ასეთ სახეობას, ვკარგავთ საჭირო რგოლს ბუნების ჯაჭვში. გარდა ამისა, თევზის ამ სახეობის გაქრობა ხშირად ნიშნავს, რომ გარემო გახდება ბევრად დაბინძურებული და არამდგრადი. რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც საზოგადოება? პირველ რიგში მნიშვნელოვანია ინფორმაცია გქონდეს ამ პრობლემის შესახებ. ჩვენი ვიდეო გაკვეთილებით სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში გადაჭარბებულ თევზ ჭერაზე. ჩვენი ვიდეო გაკვეთილების სერიის შემდეგ ექნებათ ინფორმაცია იმ ადგილების, პერიოდებისა და მეთოდების შესახებ, რომლებიც საზიანოა თევზჭერისთვის. თუ ერთად გავაცნობიერებთ პრობლემის არსს, მომავალშიც გვეყოლება მდინარეებში ქართული ქაშაპი და შავ ზღვაში ორაგული. ეს მხოლოდ სახელმწიფოს საქმე არაა, ეს ყველას საქმეა. შენი, ჩემი და ჩვენი. მადლობა, რომ მეორე გაკვეთილსაც ბოლომდე უყურე. მესამე გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. აბა დროებით.